მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. მოდი ვნახოთ შემდეგი გაშლა. და ვნახოთ ვისთვის არის აბა. რჩევა არ გაგუკეთებია, კარგი ხანია. ის რისი გაკეთებაც გინდა, შეიძლება ახალი საქმე რამე, ხო? ანუ ფინანსების საბუთები გარკვიეთ, აქ რაღაც არის დაფარული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება არ იცით და ზუსტად გარკვიეთ რა ხდება სინამდვილეში, იმიტომ რომ შეიძლება არასასიამოვნო სურპრიზები დაგხვდეთ შემდეგ, რომელსაც ამ წუთში არ იცით, ვერ ხვდებით და ასე შემდეგ. ძალიანაც ნუენდობით ვინმეს თაზე თუ ხართ დამოკიდებული. განა არ გამოგივათ, გამოსვლით, გამოდის აქ და ღვთის წყალობაც არის, მაგრამ ცოტა არის ესეთი შეიძლება დამაბრკოლებელი გარემოც გაჩნდეს ირგვლივ, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გამარჯვებული იქნებით. რჩევა უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არის. ხო, ასევე გეტყოდით, რომ შესაძლებელი აქ ასევე გჭირდებოდეთ კომუნიკაცია და ამიტომ მე საუცლებლად გააკეთეთ, ხო, კომუნიკაცია. სამეგობრო, რა ვიცი, თანამშრომლები, შეიძლება რეკლამა იყოს ეს, რაც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნეს მიღწევაში. კი, დაგეხმარებათ ეს ყველაფერი, მაგრამ იცით რა არის, რა გიშლით აქ ხელს. ხელს რა გიშლით? დაბნეულობა. არ არის გამორიცხული, შეიძლება, იცით რა, რამე შეიძლება გასაყიდი იყოს აქ, ან რაღაც ისეთი არ გამოდის, ხო, თუნდაც ეს რეკლამა თუ რა ვიცი მე. არ არის გამორიცხული, რავი, ეხლა გაწმენდა, გასუფთავება რაღაცა სჭირდებოდეს ენერგეტიკული შეიძლება აქ. თუ რამე ნივთი არის, შეგიძლიათ ცოტა ხნით დადოთ ან ქოთანზე დავუშვათ, ხო, ოღონდ არ გაფუჭდეს მიწა, არ გააფუჭოს ყვავილები, ვისაც გაქვთ. ანუ მარილში ის იგივე გააკეთეთ, შეგიძლიათ კაცო ცელოფანით მარილისი ახლოს ან ამ ნივთს დაადოთ, ხო? თუ რამე არის ესეთი, ახლა მცირე ნეგატიური რამე, თორე ახლა ჯადოებული და რამე თუ მარილი არ უშველის ხალხმა, მარილი რო შველდეს, მარილს მიაკდელ დედამიწა ეს თუ მათი გზავთ. არცომები იქნებოდა. ყველა ნეგატივს მარილი გაასუფთავებდა, ხო? ამიტომ უბრალოდ ასე თუ რაღაც მართლა ნივთს ეხება ეს. თუმცა აქ მაინც მგონია, რომ კომუნიკაცია დაგეხმარებათ და კი, საკითხი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად გამოვა. თუ აქ რაღაცის ესეთი მომენტი გაქვთ შესწავლა, ან დავუშვათ რაღაცა ინფორმაციის გაგება გსურთ, ეს აუცილებლად გააკეთეთ ესეც, იმიტომ რომ კმაყოფილება მოაქვს თქვენთან და წარმატება რადიკალური ცვლილება ბედის იქნება. წინსვლა, კი ბატონო, წინსვლა და ესეთი წარმატება. საბოლოო ჯამში მე მაინც გეტყოდით, რომ
ძალიან დიდი სურვილის ასრულებაც კი დაგიფიქსირდათ. აი ესეთი პატარ-პატარა რჩევები იყო თქვენ საკითხებთან, საქმეებთან დაკავშირებით. ისთვისაც რეზონინდა, რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებებს დაკავშირებით.